მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 9 საათზე, მე ვარ ავთო გვასალია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. ზვიად გამსახურდია სახელობის დარბაზის კარი უკვე გახსნილია. მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთია, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი და 2 მოწვევის დეპუტატი. საარჩევნო უბანი პარლამენტის სხდომათა დარბაზშია მოწყობილი, პროცესი კი ცესკო წარმართავს. საერთო ჯამში ქვეყნის პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი ირჩევს. აქედან 150 პარლამენტის დეპუტატია, 21 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, 20 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, 10 კი საკრებულოებიდან არის წარმოდგენილი. პრეზიდენტის არჩევაში ბარიერგადალახული არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს. ხელისუფლების ოპონენტები კი, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, საპრეზიდენტო არჩევნებს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აპროტესტებენ. და ამ წუთებში თქვენ ახლა როგორც ხედავთ, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გამოდის, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუსმენთ. 9 საათიდან დღის 2 საათამდე 5 საათის განმავლობაში თქვენ ხედავთ, ჩემგან ხელმარჯვნივ წარმოდგენილი არის სამდივნო, რომელიც კომისიის რეგისტრატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლეგიის წევრების ანბანური პრინციპით გამოცხადებას. 7 იქნება გამოცხადებული და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ გამოცხადდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია, გადმოგეცემათ ბიულეტენი, შეგახსენებთ რომ ბიულეტენზე შესაბამისი მონიშნა პრეზიდენტობის კანდიდატის წინ არსებული მონიშნა უნდა შემოიხაზოს, სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად არ ჩაითვლება. რის შემდგომაც ბიულეტენის მიღების შემდგომ გადმოვინაცვლებთ ხელმარცხნივ არსებულ მაგიდებთან, სადაც გავაკეთებთ არჩევანს, მოვათავსებთ საარჩევნო ყუთში ბიულეტენს, რის შემდგომაც კოლეგიის წევრებს აქვთ შესაძლებლობა როგორც იმყოფებოდნენ კენჭისყრის მიმდინარეობისას დარბაზში, ასევე შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, თუმცა მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის ის, რომ კენჭისყრის დასრულების შემდგომ ცესკო კომისია გამართავს სხდომას, სადაც განხორციელდება შედეგების შეჯამება და შედგენა, რის შემდგომაც კოლეგიას წარუდგენს შედეგებს კომისია და გამოაცხადებს გამარჯვებულს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კენჭისყრის დასრულების შემდგომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევიკრიბოთ და გქონდეს შედეგების გაცნობის შესაძლებლობა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანი არის კოლეგიის წევრს ჰქონდეს მოქმედი ელექტრონული ID ბარათი ან პასპორტი, რომელიც გახლავთ მონაწილეობისთვის აუცილებელი. როგორც იცით, კონსტიტუციით არის დადგენილი, რომ კენჭისყრა ღია წესით განხორციელდება და პირდაპირ და მათ შორის ასევე აღსანიშნავია ის, რომ ბიულეტენი არის სახელობითი და თქვენ კონკრეტულად კოლეგიის წევრებს გადმოგეცემათ თქვენ სახელზე განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი, რის შემდგომაც, როგორც უკვე აღვნიშნე, შესაბამისი შემოხაზვის და არჩევანის გაკეთების შემდგომ მოათავსებთ ასევე დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის პირდაპირი ტრანსლირება ხორციელდება და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნოს კენჭისყრის მიმდინარეობას, ისევე როგორც შემდგომ შედეგების გამოცხადების პროცესს. გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა თქვენის ნებართვით მე გადავინაცვლებ კოლეგებთან, რომლებიც როგორც უკვე აღვნიშნე, ალფაბეტური პრინციპით გამოაცხადებენ კოლეგიის წევრებს და თქვენ გთხოვთ, რომ შესაბამისად გამოვცხადეთ. მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით. ბატონი აკაკი ალადაშვილი. ქალბატონი მარიკა არევაძე. ქალბატონი თეონა აქუბარდია. ბატონი გიორგი ბარვენაშვილი, ბატონი ლაშა ბაქრაძე, ბატონი გია ბენაშვილი, ბატონი ირაკლი ბერაია.
Așa თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს, სადაც ფაქტობრივად უკვე დაწყებულია საარჩევნო პროცესი. ისტორიაში პირველად საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება ასეთი რამ, რომ პარლამენტი ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ პირდაპირ ეთერში ჩავთოთ ლელა ჯავახიშვილი, რომელიც გვეტყვის რა ხდება ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში. ლელა, პირდაპირ ეთერში ხარ, მოგვიყევი, რა ვითარება არის ამ დროისთვის პარლამენტში და როგორ მიმდინარეობს პროცესი. დიახ, სხდომათა დარბაზში საარჩევნო კოლეგიის წევრები უკვე შეიკრიბნენ, თქვენ მოისმინეთ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ განმარტა პროცედურებიც და ახლა მიდის ის ამოკითხვა ანბანის მიხედვით უნდა მოხდეს სწორედ იდენტიფიცირება საარჩევნო კოლეგიის წევრების, რომელთაც უნდა მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში. ეს პროცესი არ არის ფარული, არის ღია და ის გაგრძელდება 2 საათამდე. ამის შემდეგ უკვე მოხდება ხმების დათვლა და შეჯამება, გამოცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების. დღეს სხდომის დაწყებამდე, თვითონ კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ ამ პროცედურებზე, მან ასევე ხაზი გაუსვა საპარლამენტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას. დღეს ისტორიული დღე არის, პირველად საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ. სისტემა, რომელიც თავისი არსით წააგავს ამერიკულ გერმანულ სისტემას, პირველად დაინერგება საქართველოში და ამით საბოლოოდ დასრულდება საპარლამენტო რესპუბლიკად საქართველოს როგორც კონსტიტუციურ ფორმალური მხრივ, ასევე პრაქტიკული მხრივაც ტრანსფორმაცია. საარჩევნო კოლეგია, როგორც იცით, შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 კომპლექტდება პარლამენტის წევრებისგან, 21 წევრი არის აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ანუ სრულად არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი, 21 წევრი სრულად არის წარმოდგენილი აჭარის უმაღლესი საბჭო, 20 წევრი სრულად არის წარმოდგენილი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, 109 წევრი კი გადანაწილებულია საკრებულოებზე პარტიების წინა არჩევნების 2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით. არსებული გადანაწილებით ქართულ ოცნებას საპარლამენტო და აჭარის უმაღლეს რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის მხრივ თანაფარდობით ეკუთვნოდა 156 ადგილი, ოპოზიციას 124 ადგილი და ამას ემატებოდა 20 წევრი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსი, როგორც იცით, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება პირდაპირ არ არსებობს. თუმცა ვინაიდან ოპოზიციამ საკრებულოების ნაწილში თავისი 55 მანდატი არ აითვისა, ის მანდატი გადანაწილდა უკვე ქართულ ოცნებაზე, ასე რომ დღევანდელ კოლეგიაში ქართულ ოცნებას საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით აქვს 211 წევრის ადგილი, ოპოზიციას 69 და ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან. 9 საათზე დაიწყება კენჭისყრის პროცედურა, რომელიც 2 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, როგორც იცით, თავად არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია გავა იმისთვის, რომ ჩაატაროს სხდომა, დათვალოს ხმები და შემდეგ უკვე იქნება გამოცხადება შედეგების. მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული მომენტი მართლაც საქართველოში პირველად ხდება არაპირდაპირ არჩევნების მხრივ, საარჩევნო კოლეგიის არჩევნების მხრივ და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით. სხდომათა დარბაზის მიმდებარედ საკმაოდ დიდია მედიის მობილიზება. ოპოზიცია კი, როგორც იცით, ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს და საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. შესაძლებლობის მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტებმა ამ პროცესში არ წამოაყენეს არც საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაბამისად ერთადერთი კანდიდატი არის მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ხმების დათვლის შემდეგ და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ იქნება საქართველოს მე-6 და პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი.
მადლობა, ეს ლელა ჯავახიშვილი იყო, როგორც უკვე არაერთხელ თქვით, ახალი სისტემით საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოში მოწყობილია სპეციალური სივრცე, დელეგატები გადიან რეგისტრაციას, ბიულეტენზე აფიქსირებენ არჩევანს, შემდეგ კი საარჩევნო ყუთში ათავსებენ, რომელიც სხდომათა დარბაზის ცენტრალურ ნაწილში არის მოთავსებული. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 დელეგატისგან შემდგარი საარჩევნო კომისია ირჩევს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აქედან 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით. აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან, რომელიც 2021 წლის არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. ამ 300 წევრიდან დღის მოცემულობით ქართულ ოცნებას ხავს 211 წევრი, 20 წევრი ხავს პარტია ახალს, 20 წევრი ხავს ნაციონალურ მოძრაობას, 15 ლელოს, 14 გახარიას პარტიას, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიცია არც ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს, პრეზიდენტის არჩევნებში არ მონაწილეობს, შესაბამისად არც ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ცნობს ლეგიტიმურად. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი კი ცესკო წარმართავს, ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება, მას შემდეგ რაც დელეგატები კანდიდატს ხმას მისცემენ და არჩევნები დასრულდება, ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას ჩაატარებს, ბიულეტენებს დაითვლის და კომისიის წევრებს მათ მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს დაუსახელებს. კენჭისყრის პროცესი კი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, თქვენ ახლა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს ხედავთ კადრში და ვნახოთ რა ხდება პარლამენტის გარეთ. პრეზიდენტის არჩევნებს აპროტესტებენ პარლამენტის შენობასთან შეკრებილები, აქციის მონაწილეები, ისინი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს უნდობლობას უცხადებენ. დეპუტატები პარლამენტის შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შევიდნენ, პარლამენტთან სამართალდამცველები კი მობილიზებულები არიან. აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ ფილარმონიასთანაც და ისინი მსვლელობით დაიძნენ პარლამენტის შენობისკენ. საკანონმდებლო ორგანოს გარე პერიმეტრზე მუშაობს ჩვენი კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი, თამარ თათარაშვილს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ იმყოფება. თამარ, რა ხდება პარლამენტის გარეთ, სადაც დილიდან აქცია? ავთო, ამ წუთებში მე ვიმყოფები 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც უკვე მობილიზებულები არიან დილიდან სამართალდამცველები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც არიან მწკრივში განლაგებულები, აქვს სპეციალური კორდონი გაკეთებული, ერთ მხარეს არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ხოლო მეორე მხარეს საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც მსვლელობით მოვიდნენ დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან. 9 აპრილის ქუჩა არის ის ადგილი, ვიცით, საიდანაც დეპუტატები შედიან საკანონმდებლო ორგანოში, შესაბამისად ეს უსაფრთხოების ზომები არის სწორედ ამ ქუჩაზე მიღებული, თუმცა 9 აპრილის ქუჩის გარდა იგივე სიტუაცია და ვითარება არის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ასევე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. საპროტესტო აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ, მსვლელობით მოვიდნენ პარლამენტის წინა ტერიტორიაზე, შემდგომ გადმოინაცვლეს 9 აპრილის ქუჩაზე. ამ შემთხვევაში ისინი აპროტესტებენ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში, პრეზიდენტის არჩევნების პროცესს, როგორც ცნობილი არის, კენჭისყრა არის უკვე დაწყებული და საქართველოს ისტორიაში ეს არის, დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც პირდაპირ წესით აირჩევა პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა აქვს წარდგენილი, როგორც ვიცით, ქართულ ოცნებას და ამ შემთხვევაში აქ შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ სწორედ ამ პროცესს, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი იმყოფება აქ. ამ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, არა უცხადებენ ისინი, როგორც ცნობილი არის, დობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მთელი ამ აქციების მიმდინარეობის პერიოდში ისინი ითხოვდნენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ამიტომ ამბობენ, რომ ლეგიტიმაცია ვერ ექნება ვერც პრეზიდენტს, საპრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს, რომლის არჩევის პროცედურაც მიმდინარეობს და სწორედ აი ამ მიზეზების გამო იმყოფებიან ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, მოტანილი აქვთ საქართველოს ევროკავშირის დროშები, ხმის გამაძლიერებლები
საყვარები და ცდილობენ რომ საკუთარი პოზიცია აი ამ პროცესებთან დაკავშირებით სწორედ ასე დააფიქსირონ. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს მოთხოვნები არის უცვლელი ამ 15 დღის განმავლობაში ზოგადად რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და ასევე გააჟღერეს კიდევ ერთხელ რომ უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამ აქციების მიმდინარეობის დროს დააკავეს სამართალდამცველებმა. რუსთაველის გამზირზე პარალელურად აქციის ფონზე მიმდინარეობს ასევე მონტაჟი სპეციალური სცენის ხმის გამაძლიერებლების, რადგან საღამოს როგორც ვთქვით არის დაგეგმილი ღონისძიება დედაქალაქის გამზირი, სწორედ ამიტომ არის გადაკეტილი. მთლიანად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ აქ სიტუაციას და ვითარებას. ერთის მხრივ, როგორც უკვე გითხარით, იმყოფებიან ადგილზე საზავო უწყების წარმომადგენლები, ხოლო მეორე მხარეს არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ვრჩევით ბუნებრივია საკანონმდებლო ორგანოსთან და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით. მადლობა, ეს თამარ თათარაშვილი იყო, რომელიც 9 აპრილის ქუჩიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და მოწოდებას დიალოგისთვის ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შაუა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის და განხილვებისთვის ადგილი არის პარლამენტი, სადაც ოპოზიცია შესვლას არ აპირებს. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს 61 მანდატი. შესაბამისად, დიალოგის რესურსი თუ პოლიტიკური ბატალიების და დებატების სივრცე ეს არის პარლამენტი. ამიტომ ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ის არენა, სცენა, პლატფორმა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი. ასევე მე მინდა მოუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველოს არის ევროკავშირისთვისაც არის ტესტი და უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე. ამიტომ ჩემი მოწოდება არის ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, აღიარონ დემოკრატია, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის. დარჩება ის ერთგული დემოკრატიული ფასეულობებისა, თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი ფსევდო ევროპელი, ხოლო თავისი გულით და თავისი ღირებულებებით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრონ, თუ როგორი ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოში და არა ისე, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს მათთვის განსაზღვრული. 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართველმა ხალხმა გადაანაწილა საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები. ყველამ უნდა აღიაროს ეს მანდატები, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ადგილი დიალოგისა. ნებისმიერი სხვა სივრცე დიალოგისა, ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი და რა თქმა უნდა პოლიტიკურ რადიკალიზმს ჩვენ არც დაუშვებთ და ეს ცდება ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ ერთადერთი მოწოდება, რაც დღეს უნდა ისმოდეს ჭეშმარიტ ევროპელებისგან, ეს არის მოწოდება 4 პარტიის მიმართ, რომ მათ საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამორჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით. ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან საუბრობს ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიცია წარმატების მიღწევას ქუჩაში აგრესიით ცდილობს. ირაკლი კობახიძე საუბრობს საპროტესტო აქციებზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზეც. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის და ასევე ჩვენს ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბატონმა ილხამ ალიევმა, პრეზიდენტმა, პირველმა მოგულოცა ჩვენ არჩევნებში გამარჯვება და რა თქმა უნდა ამ ყურადღებას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ამ არჩევნებზე მივახციეთ ძალიან შთამბეჭდავ გამარჯვებას, ავიღეთ ხმების 54%, ჩვენ მივიღეთ 1,100,000 ამორჩევლის ხმა. ოპოზიცია დამარცხდა, შესაბამისად ისინი არიან უმცირესობა, თუმცა ისინი ცდილობენ გარკვეული აგრესიული ქმედებებით
მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში. თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსი სჭირდება საბოლოო ჯამში არჩევნებში წარმატებას, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში მიაღწიეს ვერავითარ შედეგს, რეალურად 5 დღის განმავლობაში ჰქონდათ ძალადობრივი აქციები, ახლა უკვე ძალადობის რესურსიც არ აქვს და ეს აქციები არის მილევად რეჟიმში. ჩვენ არ ქონია იმის საჭიროება, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის გვეთხოვა ქუჩაში გამოსვლა, ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს განსხვავებული მიდგომები, ბუნებრივია, განსხვავებული პასუხისმგებლობა. უბრალოდ არ არსებობდა ამის საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად მეტი ადამიანის მობილიზების რესურსი გვაქვს, როგორც არჩევნებზე, ისე ქუჩაში. ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის რეალური. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებებსაც ვასრულებთ, არის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ვალდებულებები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გამოიყენება შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევროპული სტრუქტურები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იყენებენ კონკრეტულ საკითხებს შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. და სწორედ ამ შანტაჟის გათვალისწინებით ჩვენ თქვით ერთ-ერთი რამ, რომ ჩვენი მხრიდან 2028 წლის ბოლომდე არ ვაპირებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკების გახსნას კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებთ ამ საკითხის დღის წესრიგში. ამ განცხადებას გაღიზიანდნენ შესაბამისი ადამიანები, რომლებსაც სურდათ დაეტოვებინათ ეს საკითხი შანტაჟისთვის და სწორედ მათი მხრიდან მოყვა გაღიზიანებული, ასე ვთქვათ, რეაქციები ჩვენს განცხადებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება, უბრალოდ არავის და ვერავის ვერ მივცემთ კონკრეტული საკითხების შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. არ შეიძლება მუდმივად შანტაჟის ქვეშ აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის არჩევის პროცესი გრძელდება. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ პარლამენტს, სადაც 9 საათზე გაიხსნა დელეგატებისთვის კარი, მოწყობილია სპეციალური სივრცე, დელეგატები გადიან რეგისტრაციას, ბიულეტენზე აფიქსირებენ არჩევანს, შემდეგ კი საარჩევნო ყუთში ათავსებენ მას. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ცესკო მართავს, მას შემდეგ რაც დელეგატები კანდიდატს ხმას მისცემენ და არჩევნები დასრულდება. ეს არის სულ რამდენიმე საათის, ეს პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხდომას ჩაატარებს, ბიულეტენებს დაითვლის და კომისიის წევრებს მათ მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს დაუსახელებს. კანდიდატი, როგორც ვიცით, არის მხოლოდ ერთი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარადგინა. პრეზიდენტის არჩევნები კი გეტყვით, რომ აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსაც და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც. მე დროებით დაგემშვიდებით, კურიერი დღეს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, 10 საათზე კვლავ დაგებრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.